დღეს ვირფასებო რაზეც ვისაუბრებთ, ეს არის ყველასთვის ადამიანის სხეულისთვის სასიამოვნო და ღმერთისთვის და ადამიანის სულისთვის დამღუპელი. ეს არის ცოდვა. დღეს მინდა ვისაუბროთ ცოდვაზე. რა არის ცოდვა? ან როგორ შემოვიდა დედამიწაზე ცოდვა? ან როგორ ვითარდება ადამიანში ცოდვა? იმიტომ რომ დღეს ყველა ადამიანი დედამიწაზე, ვინც კი მოდის, ის მოდის ცოდვილ ბუნებაში. და ჩვენ გავიგოთ, რომ საიდან შემოვიდა ადამიანში ცოდვა და როგორ შემოვიდა, როგორი სახით შემოვიდა ცოდვა. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ საუკუნეების უკან. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ დაბადების წიგნის პირველი ფურცლებში, რომ დავინახოთ, რომ როგორ განვითარდა ცოდვა. ან ვინ შესთავაზა ცოდვა ადამიანს. ძვირფასებო დაბადების მესამე თავში წერია, რომ როგორი შემოვიდა ადამიანის გულში გონებაში ცოდვა. მოდით წავიკითხოთ, ეს არის დაბადების მესამე თავის პირველივე მუხლიდან. გველი ყველაზე ცვიერი იყო ველი ცხოველის შორის, რომლებიც კი შექმნა უფალმა ღმერთმა და უთხრა გველმა დედაკაცს. მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთ? და მიუგო დედაკაცმა გველს, რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა. ოღონდ შუაგულ ბაღში, რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ. გვითხრა ღმერთმა, არ გააკეთოთ, თორემ დაიხოცებით. და უთხრა გველმა დედაკაცს, არ დაიხოცებით, მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამ, თვალი აგეხილებათ და შეიქმნებით ღმერთივით, კეთილისა და ბოროტის შემცნობი. დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი ჩანდა საჭმელად ის ხე, რომ თვალმა წაიტაცა და საამური სანახავი იყო და მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა და მისცა თავის ქმარს და კაცმაც შეჭამა. ძვირფასებო ამ მუხლებიდან ვხედავთ ჩვენო ცოდვა როგორ მოდის ადამიანში და რა სახით სთავაზობს ბოროტი. ეშმაკი, მტერი, რომელსაც ვერ ხედავთ, მაგრამ გძნობთ, მიდის ღვთისხათად შექმნილ ადამიანთან, ევასთან და სთავაზობს. და ეუბნება, რომ ღმერთმა აკიგზავნათ და ყველაზე დიდი სისუსტე რაც კი იყო ევაში, ის დიალოგს მართავს ეშმაკთან. დიალოგი დრო გამოყო და მიუხედავად ამისა, აქ ჩანს ძვირფასებო ის, რომ შემდეგ ვითარდება სხვა ცოდვა, ხორციელი სურვილი, რომ ყველაზე ძალიან რაც კი დააინტერესა ევას არის, რაც ეს გველი ეუბნება, რომ თუ შეჭამთ, ღმერთებივით გახდებით. ადამიანში ევა დაფიქრდა იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ხე, როგორც კარგი შეხედულებით, ასევე ცუდი შეხედულებით. და მიუხედავად ამისა, ის იღებს ჭყვეტს ამ ხის ნაყოფს და ჭამს. ამის შემდეგ, საუკუნეების შემდეგ ვითარდება ცოდვა. ცოდვა არ ჩერდება. ადამიანი თუ ცოდვას აძლევს საშუალებას, რომ მასთან იცხოვროს, ეს ცოდვა ვითარდება. და პირველ საუკუნეებში ძვირფასებო და დღემდე და დაცემის შემდეგ ცოდვა ვითარდება. ცოდვა არ ჩერდება. ცოდვა ან უნდა მოიკვეთოს, ან უნდა ამოიძრყოს. თორე თუ ადამიანში რჩება ცოდვა ვითარდება. და ძვირფასებო ერთ-ერთი საინტერესო არის ის, რომ პირველ საუკუნეში უფლის შეულ ხალხში ცოდვა ვითარდებოდა. ვითარდება დღეს. და ამასთანავე პავლე მოციქული ერთ-ერთ ეპისტოლეში რომაელთა წერილის მიმართ წერს ძალიან დიდებულ სიტყვებს. გვაფიქრებს იმაზე, რომ როგორია ცოდვა დღეს ჩვენში. მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც ვიყოთ მორწმუნეები. მიუხედავად იმისა, თუნდაც ვიცოდეთ ღმერთის შესახებ. მაგრამ ცოდვა არის. და რა ცოდვა იყო წუთის სოფელში, იყო პირველ საუკუნეში და რა ცოდვა არის დღეს 21 საუკუნეში. პავლე მოციქული წერს, როგორც ვთქვით, რომაელთა წერილის მესამე თავის მე-9 მუხლიდან. მას როგორ გვაქვს უპირატესობა? არავითარი, რადგან ხომ განვსაჯეთ, რომ
ებრაელების და ბერძნებით ცოდვის ქვეშ არიან. როგორც წერია, არავინ არის მართალი, არავინ არის გონიელი, არავინ ეძებს ღმერთს, ყველანი გზას აცდნენ, აღარავინ ვარგა, არ არის სიკეთესქმნელი, არ არის არავინ. მათი ხორხი ღია სამარია, ენებით ცრუობენ, მათ ბაგეებზე ასპიკის გესლია. მათი პირი წყევრი და გესლით არის სავსე, მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაყრელად. ნგრევა და უბედურება მათ გზებზე, მშვიდობის გზა არ იციან. ღმერთის შიში არ არის მათ თვალთა წინაშე. ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშ ყოფთათვის ამბობს, რათა დაიხშოს ყოველი ბაგე და მთელი ქვეყნიერება მჟავდებული გახდეს ღმერთის წინაშე. ამიტომ, რომ რჯულის საქმეებით ვერცერთი ხორციელი ვერ გადარჩება მის წინაშე, რადგან რჯულით შეიცნობა ცოდვა. ძვირფასებო პავლე მოციქული ძალიან დიდ მნიშვნელოვანს ყურადღებას ამახვილებს, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის სიფხიზლე, რამდენად მნიშვნელოვანია მორწმუნისთვის ღვთის სიტყვაში ყოფნა. იმიტომ რომ აქ როგორც წავიკითხეთ, რომ არავინ არის მართალი, ყველამ შესწოდა და მოკლებული არიან ღვთის დიდებას და ამასთანავე ცოდვის საზღაური სიკვდილია. ადამიანების უმეტესობა დღეს თუთე სოფელში არავინ ეძებს ღმერთს, იმიტომ რომ მათი ბუნება დაცემულია. თითოეული ჩვენგანი სხეული არის მისწრაფული იმისთვის, რომ ხორცის სასიამოვნო საქმეები ვაკეთოთ. იმისთვის, რომ ხორცს ვასიამოვნოთ, მაგრამ ისმება კითხვა, რამდენად ვასიამოვნებთ ღმერთს? ჩემი ყოველდღიური ცხოვრება არის ღმერთისთვის სასიამოვნო? იმიტომ რომ როგორც წავიკითხეთ, რომ ყველანი გზას აცდნენ. როგორც წავიკითხეთ, რომ მათი ფეხი სწრაფია სისხლის დასაყრელად, ნგრევა და უბედურება მათ გზებზე, მშვიდობის გზა არ იციან. რა არის დღეს მშვიდობა? დღეს ქუჩაში რომ გავიდეთ და იმას აქვთ, რა გსურთ, რომ დავსვათ კითხვა, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? ყველა იტყვის მშვიდობა. ადამიანს სურს მშვიდობა, რომ იყოს დედამიწაზე, მაგრამ ადამიანს არ აქვს მშვიდობა თავის გულში. ადამიანს არ აქვს მშვიდობა თავის ცხოვრებაში, მაგრამ მშვიდობის სურვილი აქვს. ადამიანში ვერ იქნება მშვიდობა, თუ იმ ადამიანთან ღმერთი არ არის. ადამიანი ვერ იცხოვრებს სიმშვიდეში, თუ მის გულში ქრისტე არ არის. და მიუხედავად ამისა, ადამიანების უმეტესობა ვამბობთ, რომ გვინდა მშვიდობა. მაგრამ რას ვაკეთებთ მშვიდობისთვის? რას ვაკეთებთ, რომ ჩვენს გულში მშვიდობა იყოს? და ცოდვა ვითარდება. ცოდვა არ ჩერდება, როგორც ვთქვით. ცოდვას არ აქვს იმის უნარი, რომ გაჩერდეს. ამის უნარი და შესაძლებლობა შემოქმედ ღმერთს აქვს. უფალი იესო ქრისტეს მეშვეობით ჩერდება ცოდვა, იძირკვება და ამასთანავე არის ისევ, რომ რადგან ყველამ შეცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას. ყველამ თითოეულმა ჩვენგან ვინც აქ ვიმყოფებით, მთელმა კაცობრიობამ შეცოდა და ვინც ამაში რჩება, ისინი მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას. ისმება კითხვა, რა არის ღვთის დიდება? როგორია ის? როგორ შევიგრძნოთ ღვთის დიდება? ჩემ ცხოვრებაში როგორ გამოიხატება ღვთის დიდება? ღვთის დიდება გამოიხატება იმაში, რომ თავიდანვე რო ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ უფლისქმნილება, ჩვენ ღვთის ხატად შექმნილი ადამიანები ვართ და ამით უნდა განვადიდოთ უფალი. და დღეს ადამიანების უმეტესობა არ განვადიდებთ ღმერთს. მოწმუნეების უმეტესობა სამწუხაროდ შეიძლება არ ვფიქრობდეთ, რომ ღმერთი ყოველდღიურ და ყოველწუთიერ დიდებას იმსახურებს. და აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ მე ვიწმუნე, მე ვარ ქრისტიანი, მე ვარ ეკლესიის წევრი, მე ვარ უფლის წარმომადგენელი. კი, მადლობა უფალს. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ მივიღეთ უფლის სიტყვა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ დავპატიჟეთ ღმერთი ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ ისმება კითხვა, რომ ცოდვა თქვი თუ არის? ცოდვასთან ბრძოლობთ? პირველ საუკუნიდან დღემდე, დაბადებიდან დღემდე ცოდვა ყოველთვის ვითარდება. სხვადასხვა სახით მოდის ადამიანთან. ევასთან მივიდა დისკუსიის სახით, შეთავაზების სახით. დღეს ყველაზე დიდი რაც არის ადამიანში, ადამიანმაც რაც ვერ ამობს უარს, ეს არის სიამოვნება.
და ადამიანი ვამობთ რომ მე ეს მინდა რატო? იმიტომ რომ ვისიამოვნო. მე ეს მინდა რატო? იმიტომ რომ სხვის თვალში უფრო ვიყო აღმატებული, უფრო ვიყო გამოჩენისთვის რომ ეს პიროვნება ამას ეს შეუძლია. მაგრამ არ ვფიქრობთ იმაზე, რამდენად შეურაცხყოფა შეიძლება მევაყენოთ ღმერთს. და ძვირფასებო ბიბლიაში ცოდვის მაგალითები უამრავია, მაგრამ ასევე ჩვენ ცხოვრებაში არის ცოდვის მაგალითები. იმიტომ კი არა რომ ცოდვა კარგია, იმიტომ რომ ცოდვაზე უარი ვთქვათ. იმიტომ რომ ცოდვა ამოვძირყოთ ჩვენი ცხოვრებიდან. და ამასთანავე არის რომ მინდა რომ ჩამოვთვალოთ ის ცოდვები, რაც ბიბლია ამახვილებს ყურადღებას და თხოვნა მაქვს რომ დავფიქრდეთ. იქნება ეს ცოდვა ჩემშია. იქნება ეს ცოდვა ჩემს გულში ცხოვრობს. იქნება ეს ცოდვა ჩემი საყვარელი ცოდვაა. იქნება დღეს ამ ცოდვაზე უარის თქმა შემიძლია. ძვირფასებო პირველი ბიბლია რაზეც ამახვილებს ყურადღებას, ეს არის სიცრუე, რაც ადამიანში არის და რაც იყო ევაში, რაც იყო ადამში. ამ დაუმორჩილების გადადგმული ნაბიჯის შემდეგ. და რო დავსვათ კითხვა, როდესმე მოგვიტყუებია ვინმისთვის? რა თქმა უნდა. ამასთანავე არის ძვირფასებო რომ ქურდობა. როდესმე რაიმე მოგვიპარავს. შეიძლება ვთქვათ, მე არ მომიპარავს, არ გამიქურდია ბანკი, მაგრამ რაღაცა ამიღია, დაუკითხავად. უფლისთვის ცოდვა, ქურდობა, სიცრუეა, ცოდვის საზღაური სიკვდილია. ამასთანავე წერილია რომ მკვლელობა, როდესმე მკვლელობა ჩაგვიდენია? არა. და შეგვიძლია ამაყად ვთქვათ ეს. მაგრამ რამდენჯერ მოგვიკლია ადამიანის გული? რამდენჯერ მიგვიყენია შეურაცხყოფა ადამიანის მიმართ? რამდენჯერ გაგვიხლეჩია ადამიანის გული? ჩვენი სიტყვით, ჩვენი მოქმედებით, ჩვენი საქციელით. მკვლელობა ფიზიკური თუ გულის ცოდვაა. ცოდვის საზღაური სიკვდილია. ამასთანავე არის ძვირფასებო მრუშობა და შეგვიძლია ვთქვათ რომ არავის არ გადამიდგია ეს ნაბიჯი ფიზიკურად. მადლობა უფალს ამისთვის. მაგრამ რამდენჯერ უმრუშია ადამიანს სულიერად? რამდენჯერ მიუყენებია შეურაცხყოფა ღმერთის მიმართ? სანამ მოწმეები გავხდებოდით, რამდენი ცრუ ღმერთებს შემდით აყვანს. რამდენჯერ ვაყენებდით შეურაცხყოფას, ცოცხალ შემოქმედ ღმერთს. და ამასთანავე არის რომ მრუშობა ცოდვაა. ცოდვის საზღაური სიკვდილია. და ეს არის უამრავჯერ გრძელდება ეს, იმიტომ რომ ცოდვა არ ჩერდება. ცოდვა ყოველთვის შემოდის მცირედი, ეს მცირედი თუ არ იშორება, ეს იქნება პიროვნებაში, ეს იქნება ეკლესიაში, ეს იქნება კონკრეტული მიმართებაში, ის პიროვნება კვდება. შეიძლება ვიყოთ ცოცხლები ფიზიკურად, მაგრამ ჩვენი სული კვდება. და ამასთანავე ვითარდება ბიბლია ამახვილებს ცოდვაზე ყურადღებას, ამასთანავე სიძულვილზე. როდესმე ვინმე შემზიზღებია, როდესმე ვის მიმართ ცუდი განწყობით ყოფილ ვარ, იქნება დღესაც ისე ვარ. იქნება ჩემს გულში დღესაც ზიზღია ვიღაცის მიმართ. ამპატავნობაა ვიღაცის მიმართ. ეს უდიდესი ცოდვაა. ამის შედეგი თუ ადამიანი არ ხვდება, არ აღიარებს, არ ინანიებს, სიკვდილია. ამასთანავე არის რომ შური, როდესმე ვიღაცის შემსურებია, რომ კაი მანქანა აქვს, კაი სამსახური აქვს, კაი სახლი აქვს, კაი ჩაცმულობა აქვს, ეს ცოდვაა. ადამიანები და მოწმეები შეიძლება მოვდიოდეთ ეკლესიაში, მაგრამ არ ვამახვილებდებთ ამაზე ყურადღებას. და დავსვათ კითხვა, ეს ხო მცირედია, ეს ხო უმნიშვნელოა და ცოდვა ზუსტად უმნიშვნელოთა შემოდის. ევაში ზუსტად უმნიშვნელოთა შემოვიდა შეთავაზებით. შესთავაზა. მათ რა გითხრათ ღმერთმა რომ დაიხოცებით. და ეს ცოდვა დღეს შეიძლება თვითონ ჩვენს გულში იყოს ისე გადგმული ფესვები, რომ გაგვიჭირდეს ამოძირკვა. ამასთანავე არის რომ კერპთახვანისმცემლობა უფლისთვის უდიდესი ცოდვაა. ღმერთისთვის დიდი შეურაცხყოფაა. რა შეიძლება იყოს დღეს 21 საუკუნეში კერპთახვანისმცემლობა? არ გამოიხატება მარტო რომელიღაც ადამიანით ხელშექმნილი სურათი. კერპის ადამიანთვის შეიძლება იყოს ადამიანიც, რომელიც პოლიტიკოსია, რომელიც სპორტსმენია, რომელიც მომღერალია, რომელიც ხალხში ცნობილია და ადამიანები აკერპებენ და სამწუხაროდ მოწმეებს. და დავსვათ კითხვა, ეს ცოდვაა და ცოდვის საზღაური სიკვდილია. შეიძლება გავიგოთ და მოვისმინოთ, რა არის ამაში ცუდი? პიროვნებას პატივისცემ, მაგრამ ადამიანებს ხშირად გვეშლება
დაყვანისცემა და პატივისცემა. და ეს ცოდვა. და ამასთანავე არის ძვირფასებო, რომ ღვთისადმი დაუმორჩილებლობა ეს ცოდვაა. ადამიანი ვერ დაემორჩილება ღმერთს თუ ღმერთს არ იცნობს. ადამიანი ვერ გაითვალისწინებს ღვთის სიტყვას თუ არ გაუგია ღვთის სიტყვა. მაგრამ ვინც საქმე ყოფებით, ჩვენ ვიცით ვინ არის ღმერთი. ჩვენ გაგვიგია ღვთის სიტყვა და ვისმენთ ყოველდღიურად. ჩვენ ვიცით რა როგორია ის, რა დიდებულია, რა დიდებული განზრახვა აქვს მასში თუ ჩვენგანზე. მაგრამ მაინც არ ვემორჩილებით. მაინც ვეურჩებით მას და ეს ცოდვაა. და შეიძლება ვთქვათ, რომ ბიბლია ამბობს, ვინც იცის სიკეთის კეთება და არ აკეთებს, ეს ის ცოდვაა. რამდენ ადამიანს შეგვიძლია, ვინც აქ ვიყოფებით, სიკეთის კეთება? ყველას შეგვიძლია უამრავი სიკეთე ვაკეთოთ, მაგრამ არ ვაკეთებთ. და ამას მიზეზები აქვს. არცალია, ხასიათზე არა ვარ, შესაძლებლობა არ მაქვს. აი მე იმასთან როგორ მივიდე, როგორ დავეხმარო, როგორ დავდგე მის გვერდით. და ეს ნაბიჯები ცოდვის შედეგია. ცოდვის საზღაური სიკვდილია. დღეს შეიძლება ჩვენ მოწმენები ვართ და მივიღეთ უფალი ჩვენს გულში, მაგრამ ადამიანი არ სუფთავდებოდეს ისა ცოდვისგან. პავლე მოციქული ამბობს, ყოველდღე უკვდები ცოდვას. რატო? რომ სრულყოფილებას მიაღწიოს. ჩვენ რამდენად უკვდებით ყოველდღიურად ცოდვას? როგორი ცოდვაა დღეს ჩვენს გულებში? რა ცოდვა შეიძლება იყოს ეკლესიაში და ეკლესიებში? მოწმენები და უფლისშვილები ამაზე ყურადღებას და ეკლესიები ამაზე ყურადღებას არ ვაქცევთ. ვიღაცამ რაღაცა მითხრა ზედმეტად, შეიძლება ორი უთხრა. ადამიანმა შეიძლება ვიღაცა რაღაცა გაუთვი, ნაბიჯი გადადგა და ფიზიკურად არ გამოხატა ზღუნველობა. ადამიანი ესევე გადადის იერიშზე, რომ მე ამან ეს როგორ მაკადრა, მე ეს ადამიანმა როგორ მითხრა. მე მინდა პირველ რიგში ჩემ თავს ვთქვა და ჩემ თავს შევახსენო, რომ თხილად ვიყოთ, რომ ცოდვა ვითარდება ელვისის სწრაფით ადამიანში. კაინ და აბილში წინა სიტყვაზე იყო ეს ორი პიროვნება, ორი ძმა ნახსენები და ამ ორ პიროვნებაში, ორ ძმაში, ორიდან ერთ ძმაში ცოდვა განვითარდა ელვისის სწრაფით. და რას ჩამოვთვალეთ, ამ ჩამოვთვლიდან ის ცოდვა არის. ეს არის შური. ეს არის სიამაყე. ეს არის ისა ძმა თავის სხვაზე მაღლა დაყენება თავის თავს. დღეს შეიძლება გვაქვს გონება, შეიძლება გვაქვს სამსახური, შეიძლება გვაქვს აზროვნების უნარი, შეიძლება გვაქვს მოქმედების, მოძრაობის საშუალება. მაგრამ რამდენად გვაქვს სულიერი კუთხით ბრძოლის უნარი? რამდენად ვიბძვით? როგორ იბძვის დღეს ეკლესიები? ეკლესიის ბრძოლა დღეს რაში გამოიხატება? ეკლესია როგორ ამახვილებს ყურადღებას ცოდვაზე? რა არის ცოდვის საზღაური? სიკვდილი. და დღეს ადამიანების უმეტესობა, მოწმენეების უმეტესობა, ძვირფასებო, ხვდებით, შეიძლება ვიყოთ ჩუმად. არა და ვხედავდეთ, არა და ვუძნობდეთ, არა და განვიცდიდეთ, არა და მოქმედებაში მოყვავდეს. და ბოლოს არის ისა, რომ ამავე დროს ბიბლიის მთავარი გზავნილი რა არის? მიუხედავად იმისა, რომ მოწმენეები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ღვთისშვილები ვართ, ჩვენ დამე რა გზავნილი აქვს ბიბლიას? ჩვენ რას გვიგზავნით სახარება? რას გადმოგცემს იესო ქრისტე? ძალიან მნიშვნელოვან გზავნილს. ეს არის ორ ცნებაში ჩანს. რომ გიყვარდეს ღმერთი მთელი თქვენი გულით, მთელი თქვენი სულით, მთელი თქვენი არსებით. ეს არის პირველი უდიდესი მცნება. და ამას მოყვება მეორე მცნება. და ადამიანი თუ არ იღებს პირველს, ვერ მიიღებს მეორეს. და მეორე მცნება არის, რომ გიყვარდეთ მოყვასი, როგორც თქვენი თავები. როგორ მიყვარს მოყვასი? შეიძლება ვთქვათ, მიყვარს ძალიან ჩვენ თავებს, როგორც ჩვენი თავები? ჩვენი თავის გულისთვის ბევრ ამას შეიძლება გადავდგეთ ნაბიჯი, რომ ჩვენი სხეული დავიცვათ, დავიფაროთ, ჩვენი სული გადავარჩინოთ, მაგრამ რამდენად ვზრუნავთ მოყვას? მის გარეგნობაზე, მის სულიერებაზე
რამდენად უდგევართ გვერდში, იმიტომ რომ ეს უდიდესი მცნებაა. და ადამიანი როცა მოწმუნე ამას არ აკეთებს, ეს უკეცოდვაა. როცა ადამიანი შეგნებულად ამობს უარს მოწმუნე თავისი მოყვასზე, დაზიან ძმაზე, სულიერ სულთავსმრავლობას, ეს უკეცოდვაა. უფალმა თითოეული ჩვენგანი ჩაგვაბარა. უფალმა თითოეული ჩვენგანზე, თითოეული ჩვენგანი გადმოგცა და გვეუბნება თითოეული ჩვენგანს აიღე პასუხისგებლობა ერთმანეთზე. ილოცეთ ერთმანეთზე. იესო ქრისტე ამობს ეს მოდგმა, წუთისოფლის მოდგმა გადარჩება ლოცვითა და მარხვით. ჩვენ ვლოცულობთ ჩვენ თავებზე. ჩვენ შეიძლება ვილოცოთ, როცა გაგვახსენდება ეკლესიაზე. მაგრამ რამდენად ვლოცულობთ ერთმანეთის სულიერებაზე? რამდენად ვლოცულობთ, რომ ჩვენი მოყვასის ვინც ჩვენს გვერდზე ზის დღეს მსახურებაზე, რომ მისი გული გასუფთავდეს? რამდენად ვლოცულობთ, რომ მისი სულიერება წინ წაიწიოს? რამდენად ვლოცულობთ, რომ თითოეული ადამიანის გულში ქრისტეს ეს ორი მცნება ამოიბეჭდოს გულში და გონებაში? რამდენად დიდებულია ღმერთთან ურთიერთობა და რა მოაქვს, რა საზღაური აქვს ამას? უდიდესი საზღაურია. უფლისშვილობის სტატუსის გადმოცემის შედეგია ეს. და ამასთანავე ამობს ღვთისმსიტყვა, რომ მე მივდივარ, შემოქმედი ღმერთის გზავნილია ეს. მე მივდივარ, რადგან ადგილი გაგიმზადოთ. მაგრამ კვლავ დაბრუნდები. უფალმა შეასრულა ზეციელი მამის დავალება. გამოსყიდვა მან ზედმიწევნით შეასრულა. ჯვარცმით, სიკვდილით, აღდგომით, განახლებით. და ამასთანავე ამოს მე ეს გავიარე, მე ეს გავაკეთე, მაგრამ რას გადიხარ დღეს ადამიანმა შენ როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში? რა არის ეს სხვრპლი? იესოს სხვრპლი უდიდესია. დღეს ადამიანის გულის სხვრპლი რა არის? ცოდვაზე უარის თქმა როგორია. და იესო ამოს მე კვლავ დაბრუნდები და ჩემ შვილს წავიყვან. იესო დაბრუნდება, იესო მოდის, ის გზაშია. იმისთვის რომ თითოეული ჩვენგანი წაგვიყვანოს თავის წიაღში, თავის ფარველობაში, თავის სამუდამო სამყოფელში, რასაც ქვია სამოთხე, რასაც ქვია ზეციური იერუსალიმი, რასაც ქვია ახალი ქალაქი, რაც თვითონ შემოქმედმა ღმერთმა შექმნა. მაგრამ ბოლოს მე მინდა რომ ჩემ თავს დაუსვა და თითოეულ თქვენგანს მე მინდა ამ ქალაქის მოქალაქე ვიყო. მე მინდა რომ ამ ქალაქის მოქალაქეობა შევინარჩუნო. დღეს ადამიანს წუთისოფლში შეუძლია აქვს უფლება კანონით, რომ ერთი ან ორი მოქალაქე იყოს. მე ვარ საქართველოს მოქალაქე და ამასთანავე ვარ რუსეთის მოქალაქე. და ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეობის უარის თქმა ნებისმიერ დროს შემიძლია. ადამიანს მოწმუნეს ქრისტიანს ზეციური მოქალაქეობაზე უარის თქმა სამწუხაროდ შეუძლია. და როგორ? ცხოვრებით, ხორციელი ცხოვრებით. ცოდვაში დარჩენით. ღმერთის მიმართ შეურაცხყოფით. მაგრამ ეს არის დამაფიქრებელი, რომ დღეს უფალმა იესო ქრისტემ მე გადმომცა, მე მომცა საშუალება მადლის მეშვეობით, რომ მე გავხდე ზეციური იერუსალიმის მოქალაქე. და დღეს ვინც ვიღებთ მას ჩვენს გულში, ჩვენ ხვდებით. მაგრამ ჩვენი არასწორი საქციელით, ჩვენი ცოდვილი ცხოვრებით, ჩვენი არასწორი გადადგმული ნაბიჯით, ჩვენი სიყვარული ცოდვის მიმართ შეიძლება დაგვაკარგინოს. ამასთანავე დედამიწაზე არსებობს, რომ ადამიანს შეიძლება შეუზღუდონ მოქალაქეობა. რატო? იმიტომ რომ თუ ის პიროვნება საფრთხეს წარმოადგენს იმ ქვეყნისთვის. ეს შეიძლება იყოს გადაწყვეტილება მიიღონ მკვლელებზე, ვინც იყოს შეიძლება იყოს სერიული მკვლელი ან ვისაც შეშინიან. შეიძლება იყოს ქურდი, რომელიც დედამიწაზე მის ცხოვრება არის მიმართული ამისკენ და ქვეყნები არიან, რომლებიც უარს ამობენ. ასევე ღმერთი ამობს უარს ისეთ ადამიანზე, ვინც ამობს, რომ ქრისტიანი ვარ, მაგრამ ცოდვაში რჩება. იმიტომ რომ ცოდვის საზღაური სიკვდილია. შეუძლებელია ძვირფასებო ადამიანი, რომელიც კარგად შეიძლება გარეგნულად ცხოვრობდეს, მაგრამ მასში იყოს ცოდვა და მასში ცხოვრობდეს ღმერთი. შეუძლებელია. იმიტომ რომ შეუძლებელია, სადაც უპირობესი წმინდია, იქ იყოს ჭუჭყი და ტალახი. დღეს ჩვენ
ყოველდღიურ ცხოვრებაში, როცა გავიდეთ ქუჩაში, რა თეთრი სამოსიც არ უნდა გვეცვას, რამდენიმე წუთში ჩვენი სამოსი იმტვერება, ჭუჭყიანდება. აი ესე არის ადამიანის სულიერებაც. შეიძლება დაბინძურდეს, შეიძლება გაიჭუჭყოს, მაგრამ უფალი იესო ქრისტე არის ცოცხალი წყალი, სუფთა წყალი, სუფთა სიტყვა, მოქმედი, რომელიც ყოველდღიურად გვწმენს ჩვენ. ყოველდღიურად გვეუბნება, რომ განაახლე შენი წმენა, განაახლე შენი გული, განაახლე შენი მიზანი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყველაფერს აქვს დრო, ყველაფერს აქვს თავი დასაწყისი, ცოდვას აქვს თავი დასაწყისი. ჩვენ წავიკითხეთ დაბადების მესამე თავში, როგორ დაიწყო ცოდვა და ცოდვას აქვს დასასრული. ჩვენ ვიცით რა არის ცოდვის დასასრული, სიკვდილი. არა ფიზიკური, არამედ სულიერი. და მე მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს და ჩემ თავსაც, რომ ჩემი დასასრული ფიზიკურადაც და სულიერადაც არ იყოს სიკვდილი, არამედ იყოს სიცოცხლე, ხორცი, სხეული დაუბრუნდება მიწა საიდანაც აიღო ღმერთმა. სული უბრუნდება ან ღმერთს, ან მტერს. და მე მინდა რომ ვიბრძოლოთ, ვიომოთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საიდანაც წამოვიდა სული, ისე იქ წავიდეს. ვინც გაიღო ეს სიცოცხლის სული, იმასთან წავიდეს. იმიტომ რომ ჩვენ ღმერთმა მოგცა სიცოცხლის სული. და ეს სიცოცხლის სული იესო ქრისტეს მეშვეობით გადაიქცევა სულიწმინდის მეშვეობით, სულიწმინდა და გისურვებთ. და სულიწმინდა ეს არის ღმერთის ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც ჩვენში ცხოვრობს. და პავლე მოციქული ამბობს, ვინც დააზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას. და ამბობს, ნუ თუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ? ვიცით. დღეს უამრავი ტაძარს შეიძლება რემონტი გაუკეთდეს ფიზიკურად. მაგრამ სულიერად ამაზე ადამიანი არც კი ფიქრობს. და ვამბობთ, 30 წლის წინ მივიღე ღმერთი და ეს საკმარისია. 40 წლის წინ მივიღე ღმერთი და ეს შემთხვევით საკმარისია. ეს მნიშვნელოვანია ძვირფასება და მადლობა უფალს ამისთვის. მაგრამ ამაზე დიდი რაც არის, რომ 50 წლის მანძილზე აქ რა ხდება? ჩემი ცხოვრება როგორ არის? 30 წლის მანძილზე ჩემი ცხოვრება თანა ქრისტესთან რამდენი ხანია? იმიტომ რომ ქრისტესთან ცხოვრება სხვა რამეა და ქრისტიანად ყოფნა სხვა რამეა. ქრისტიანად ყოფნა არის გარეგნობა, მაგრამ ქრისტესთან თანაცხოვრება არის სულიერი. რასაც ვერ ხედავთ, მაგრამ გძნობთ. მაგრამ შენ ვიგრძნობთ ამ სიხარულს და გისურვებთ ძვირფასებო, რომ ეს სიხარული არასოდეს არ დამთავრდეს. ეს სიხარული არასოდეს არ შეწყდეს, რადგან იწყება დედამიწაზე აქ იესო ქრისტეს მეშვეობით და გადადის მარადისობაში მასთან ერთად. უფალმა დაგლოცოს, გვაკურთხოს, გვიმრავლოს წმენა და მოგცეს ბრძოლის უნარიანობა, რომ ცოდვა ამოვძირკოთ ჩვენი გულებიდან, ჩვენი გონებიდან და ჩვენს ეკლესიებიდან ის სხეული და რა სხეულის ნაწილები გაგვხადა უფალმა იესო ქრისტე. უფალმა დაგლოცოს, გვაკურთხოს და ღირსეულად ვიწოდებოდეთ უფლის სულიერი მეომრები, უფლის რაინდები და უფლის ელჩები, იმიტომ რომ ეს დიდებული სტატუსია, რომელიც შემოქმედი ღმერთი გვეუბნება. და ეს არ არის, რომელიც პიროვნება გვეუბნება. აი წადი სხვა ქვეყანაში და წარმოადგინე ჩვენი ქვეყანა, ან წარმოადგინე ჩვენი ეკლესია. არა, შემოქმედი ღმერთი გვეუბნება, მე ვინებე, მე მაქსურვილი, რომ ამ ცოდვილ დედამიწაზე, ამ ბნელწუთის სოფელში შენ იყო ის ლამპარი, რომელთაც დამინახავენ, რომელისკენაც წამოვლენ. მე მინდა რომ შენ იყო ეს და ეს დიდებული პატივია და გისურვებთ, რომ ამ უპირატესობას, ამ პატივს გაუფრთხილდეთ. და ღირსეულად მივაგოთ დიდება შემოქმედ ღმერთს. უფალმა დაგლოცოს და გვაკურთხოს. ამინ.